საშუალო სკოლიდან პროფესიულ განათლებაზე გადასვლა კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან თითქმის 10-ჯერ მეტი სტუდენტი ირჩევს უმაღლეს განათლებას. ასეთია PMC კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რასაც დარგის წარმომადგენლები ეთანხმებიან. რა განაპირობებს საქართველოში პროფესიული განათლების ნაკლებად პოპულარობას და რა კეთდება ამ დარგის განვითარებისთვის? თემის დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. გამარჯობა მაიკო, პროფესიულ სასწავლებლებში მიმდინარე წელს საკმაოდ წარმატებულად აფასებენ და ამბობენ, რომ როგორც ჩარიცხული სტუდენტების, ისე კურსდამთავრებულების რიცხვი გაზრდილია. სექტორში ძირითადი პრობლემა კი პროფესიულ და აკადემიურ განათლებას შორის ამ დრომდე არსებული დისბალანსია. უნდა ითქვას, რომ ევროპის წარმატებულ სახელმწიფოებში ახალგაზრდების 60% ირჩევს პროფესიულ განათლებას, 40% კი აკადემიურს. ამასთან საქართველოსგან განსხვავებით თითქმის ყველა წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში პროფესიული და აკადემიური განათლება გათანაბრებულია. საქართველოში კი საშუალო სკოლიდან პროფესიულ განათლებაზე გადასვლა კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან თითქმის 10-ჯერ მეტი სტუდენტი ირჩევს უმაღლეს განათლებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად ქვეყანაში გარკვეული რეფორმები ხორციელდება. მაგალითისთვის მიმდინარე სასწავლო წლიდან პროფესიული სწავლება სკოლებშიც შევიდა. პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე სკოლა შეირჩა, შემოდგომიდან კი პროექტში ჩართული სკოლების რიცხვის ზრდაა მოსალოდნელი. ზოგადად ბოლო პერიოდში ინტერესი არის გაზრდილი პროფესიული განათლების მიმართ, რაზეც მეტყველებს დარეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეორე მხრივ ჯერ კიდევ ძალიან დიდი დისბალანსია უმაღლესში ვინც მიდის და ვინც მიდის პროფესიულ სასწავლებელში, 10-ჯერ მეტია თითქმის ადამიანების რაოდენობა, ვინც არჩევს უმაღლეს განათლებას. ერთი არის საინტერესო, ქალების წილი იზრდება პროფესიულ განათლებაში, ეს მისასალმებელია და სტატისტიკას რო ჩავხედოთ, განსაკუთრებით 25 ზემოთ ასაკის ქალების წილი იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მეორე პროფესიას ან დაგვიანებით პროფესიის მიღების შესაძლებლობა გახდა პროფესიული განათლება. უმაღლეს განათლებაში ყოველწლიურად 40,000-მდე განცხადი შედის. ხოლო პროფესიულ განათლებაში შემოდის სადღაც წელიწადში 20,000 განცხადება. თუმცა ეს ციფრი არის მზარდი. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება და ახალგაზრდები ხვდებიან, რომ პრაქტიკულ უნარებს და სწრაფად დასაქმებას აქვს მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. სწორედ პროფესიული განათლება არის ის ადგილი, სადაც მოკლევადიანი პროგრამით, შედარებით მოკლე ვადაში შეუძლია მიიღოს კვალიფიკაცია და დასაქმდეს შრომის ბაზარზე. ეს არის ძალიან მომხიბლავი ახალგაზრდებისთვის, თუმცა ჩვენი მენტალიტეტი, ქართული მენტალიტეტი უშლის ამას გარკვეულად ხელს, რომ ყველას სურს რაღაცნაირად უმაღლესი განათლების დიპლომის აღება, ამიტომაც ეს იცვლება, მაგრამ იცვლება ძალიან ნელი ტემპით. მინდა გითხრათ, რომ ასევე გაჩნდა უცხოელების მხრიდან პროფესიულ განათლებაში მოთხოვნა, თუმცა ჩვენ ვემზადებით ჯერ უცხოელების მისაღებად, ამას ჭირდება გარკვეული პროცედურები. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო წელიწადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც გარკვეული როტაცია ან გადინება იყოს, მიუხედავად ამისა, ჩვენ მივახცეთ იმას, რომ სტუდენტების მაჩვენებელმა როგორც დასწრების, ესე მომართვიანობის საკმაოდ აიწია და უფრო მეტი შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პროფესიული განათლების სრულთა რიცხვი აბსოლუტურად განსხვავებულია ვიდრე წინა წლები. რაც შეეხება ევროპას, რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, მინდა უთხრა ესე მოსახლეობა მიცოდეს, რომ იქ მაჩვენებელი პროფესიული განათლების სრულთა მაჩვენებელი რაოდენობრივად არის 60-40-ზე. ანუ 60% მიდის პროფესიულ განათლებაში და 40% მიდის მხოლოდ აკადემიური განათლების მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს რელევანტურობა, ეს სწორი სტრატეგია და პრაგმატული ხედვა უნდა გაითავისოს. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებში მოთხოვნად პროფესიებს, პირველ ადგილზე სამშენებლო სფერო და ინჟინერია, რასაც მოსდევს ტურიზმის სფერო, სამედიცინო სექტორი, ასევე სოფლის მეურნეობის და IT მიმართულება. აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების მიმართ წლიდან წლამდე იზრდება იმ ბიზნესების ინტერესიც, რომელთა მხრიდანაც მაღალი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყველა სექტორში კვალიფიციური მუშახელის სერიოზული დეფიციტია, სულ უფრო მეტი კომპანია ერთვება სხვადასხვა კოლეჯის განვითარების საქმეშიც. გარდა ამისა, ბევრმა მსხვილმა კომპანიამ უკვე თავად გახსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რათა საჭირო კადრები თავადვე გადაამზადოს. ჩვენ ვიცით, რომ ბიზნესს აქვს მაღალი მოთხოვნა სამუშაო ძალის მიმართ. ამავდროულად ვიცით, რომ ბიზნესი
ნელ-ნელა თვითონ იწყებს დაწესებულების გახსნას, რამოდენიმე დიდმა კომპანიამ თვითონ გახსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მაგრამ ჯერჯერობით როგორც ჩანს, თვითონ ეს მოვლენაც გვეუბნება, რომ რა ხარისხის განათლებასაც აძლევს სტუდენტს პროფესიული სასწავლებელი, ჯერ არ არის იმ დონეზე, რა დონესაც ელოდება ბიზნესი. ამით შეიძლება ახსნათ ის, რომ თვითონ ხსნის სასწავლებლებს. მეორე საკითხი არის პოპულარობა პროფესიული განათლების. ბევრი კამპანია ჩატარდა, მაგრამ როგორც თქვით, ჯერ კიდევ მრავალგზის უფრო პოპულარულია უმაღლესი განათლება, ვიდრე პროფესიული განათლება. ჩვენ თანამშრომლობთ ძალიან ბევრ სხვილ წარმატებულ კომპანიებთან. ახლა უახლოეს პერიოდში რამოდენიმე კომპანია კოლეჯში გეგმავს ბრენდირებული ლაბორატორიების შექმნას. ანუ მე მინდა განვმარტო ყველას და მოსახლეობას, რომ ეს ფული, რასაც მე ვამბობ ბრენდირებას და ინვესტირებას, ეს არის ბიზნესის ფული, ბიზნესი შემოდის, აკეთებენ თანამედროვე ლაბორატორიებს, თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს მოთხოვნა, ბიზნესის ჩართულობა არის გაორმაგებული, გაზრდილი და ჩვენ გვაქვს დაახლოებით დღეისთვის კოლეჯში 20-მდე ბრენდირებული ლაბორატორია, რომელიც ბიზნეს მიერ არის დაფინანსებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს აქვს საშუალება ბიზნეს მიერ მოწყობილ თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ლაბორატორიებში მიიღონ ის განათლება, რომელიც მათ ჭირდებათ, ხოლო ბიზნესის ჩართულობა ნიშნავს იმას, რომ მათ ჭირდებათ კვალიფიციური კადრები. აქვე გეტყვით, რომ პროფესიული განათლების კუთხით საქართველოს მასშტაბით დაფარვა საკმაოდ დიდია და თითქმის ყველა რეგიონში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს პროფესიული განათლება მიიღოს. 2024 წლის მონაცემებით ქვეყანაში 97 პროფესიული სასწავლებელი იყო, აქედან 41 კერძო, 56 კი საჯარო. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.